მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ესეც დაპირებული ვიდეო. მინდა გაჩვენოთ თუ რომელი აქტივები ჩამომივიდა და რითი ვამზადებ ყველაზე მნიშვნელოვან კრემებს, რომელიც არის ჩვენი სახის კანისთვის, რომელიც არის ბიო, ნატურალური და რა თქმა უნდა ვიტამინებით და საუკეთესო დანამატებით გაჯერებული კრემები. პირველ რიგში დავიწყებ იმას, რომ რაც ყველაზე მოთხოვნადია და რა თქმა უნდა თითქმის ყველას პრობლემა გვაქვს პიგმენტურ ლაქებზე. აქედან გამომდინარე დავიწყებ პიგმენტური ლაქებისთვის შემავალ აქტივებს. ეს არის ძალიან ძვირფასი ალფა-არბუტინი, რომელიც აღიარებს პიგმენტურ ლაქებს და ზოგადად ზრუნავს სახის კანის ფერის გაუმჯობესებისთვის, სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. და არის დანამატი, რომელიც დიდი სიფრთხილით გამოიყენება კრემებში. ზუსტად უნდა დავიცვათ დოზები, ტემპერატურა, ყველაფერი ერთი სიტყვით. ეს არის ალფა-არბუტინი ყველაზე უმთავრესი. ასევე ძალიან ძვირფასი და აუცილებელი კოჯიკის მჟავა, რომელიც ვირადღირებულია და აუცილებელია პიგმენტური ლაქების გაღიავებისთვის და კანის მთლიანობის აღდგენისთვის. ასევე ძალიან ძვირფასი აზელაინის მჟავა ჩემო მეგობრებო, რომელიც გამოიყენება ღამის კრემებში. ძირითადად ეს ლაქების კრემები, რაც ვთქვი, გამოიყენება ღამის კრემებში ეს აქტივები, რადგანაც შეიცავს მჟავებს და ისე დანამატებს, რომლებიც არ შეიძლება გამოვიყენოთ დღის საათებში, როდესაც არის მზე, მცხუნვარე მზე. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი ეს არის ექსტრაქტები, ძვირფასი ძირტკბილას ექსტრაქტი, რომელიც ასევე გამოიყენება ლაქების კრემებში და არის ძალიან კარგი და ძვირფასი დანამატი. შემდეგ დავიწყოთ E-ვიტამინი, ტოკოფეროლის E-ვიტამინი, რომელიც აღადგენს კანის უჯრედებს, რომელიც არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და აუცილებელია იყოს დამატებული თითქმის ყველა კრემში, ყველა ძვირფას კრემში. ეს კიდევ ძალიან ძვირფასი და კარგი ბრინჯის ზეთები, ბრინჯის ჩანასახის ზეთი, რომელიც ასევე ძალიან კარგია ნაოჭებისთვის, სახის კანის გამკრივებისთვის და ელასტიურობისთვის, რომელიც გამოიყენება როგორც რა თქმა უნდა პიგმენტური ლაქების კრემებში, ასევე გამოიყენება ბოტოქს კრემებში. ეს კიდევ დეპანტენოლი, რომელიც ასევე ამკრივებს კანს, აცხრობს სახეზე არსებულ ანთებით პროცესებს და სახის კანი მოყავს ერთ სასიამოვნო ფერში. ეს კიდევ კოფეინია ჩემო მეგობრებო, რომელიც გამოიყენება თვალის კრემებში, ჯერ არ მაქვს გახსნილი, ეს ახალი შეფუთვა არის, დამზადდება თვალის კრემები კოფეინით და დამზადდება C-ვიტამინით. ეს კიდევ ძირითადი, რაც ჩვენთვის აუცილებელია, ეს არის ემულგატორები, რომელიც გამოიყენება კრემებში საბაზისოდ და არის აუცილებელი. ოლივიე მათასი, ყველაზე ძვირფასი და ძვირადღირებული და სასარგებლო ემულგატორია, ოლივიე მათასი, ანუ ზეითუნის, ზეთისხილის ემულგატორია ჩემო მეგობრებო. ეს კიდევ ბიო და ნატურალური კაკაოს კარაქი, ძალიან სასიამოვნო სუნელის და საოცარი თვისებებით. ეს კი გამოიყენება ღამის კრემებში, ეს არის სპერმაცეპტი, იგივე ვეშაპის ქონი, რომელიც გამოიყენება ღამის მკვლევებში, ცოტა ცხიმიანი მკვლევებში, რომელიც ვიყვარს ზოგიერთს და ვხმარობთ და ძალიან სასარგებლოა, ვისაც აქვს ძალიან გამომშრალი კანი, რა თქმა უნდა სპერმაცეპტის მზადდება, ემატება შარდოვანა, იგივე ურია, ასევე სხვადასხვა კარაქები, როგორც არის კაკაოს კარაქი, შიის კარაქი, ავოკადოს კარაქი და ასე შემდეგ. და აი ამ ძირითადი აქტივებით არის დამზადებული ეს საოცარი შრატები, პიგმენტაციის გადამყვანი შრატები და ეს ძალიან საოცარი კრემები, ალფა-არბუტინი, კოჯიკის მჟავა, ძირტკბილას ექსტრაქტი და სხვადასხვა დანამატები. ეს კიდევ დღის ბოტოქს კრემები დამზადდა ახალი მარგალიტის კრემები და ძირითადად ზოგადად არ ვსაუბრობ მარგალიტის თვისებებზე, არის საოცარი, აბზინებს კანს, ასხივოსნებს და გამოიყენება, უმჯობესია გამოიყენოთ დღის საათებში მარგალიტის ბოტოქს კრემები. ძალიან კარგი სტრუქტურის კრემებია ჩემო მეგობრებო, თეთრი კრემი, ისეთი სათუთი და ნახეთ როგორი მდგრადი კრემია, არ გადმოდის ქილიდან, ეს არის ტუმბო ქილით, რომელიც უფრო ბიუჯეტურია და უფრო პრაქტიკულია, რომ მოვიხმაროთ. ძირითადი საბაზისო ზეთები კი მაქვს ცივადაწვრილი ზეთები, ხორბალი, ყურძნის ზეთი, ავოკადოს ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ჰიბისკუსის ზეთი, სხვადასხვა ზეთები.
გისურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ დღეებს ყველას, ძალიან მიყვარხართ ყველანი და კიდევ კვირდები ძალიან ბევრ სასიამოვნო სიახლეებს.